ისევ ორი ფერი შემოემატა ჩვენს გამას დღეს სტუდიაში. გიორგი შაღაშვილი, დიზაინერი და ანკა ალექსიშვილი, მსახიობი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ყველა არა ორი ის არის რა ქვია ანკათი დავიწყოთ ხო და მე გიორგი თავის კოლექცია ანკას ფერი აქვს თმის ძალიან განსაკუთრებული რატომ ვთქვი რომ ამ ფერთან ერთად ბევრი სიახლე შემოვიდა მის კარიერაშიც რაღაც ცხოვრებაშიც ფერი ტანსაცმლის თუ რაღაცა სხვა ფერები ერთია მაგრამ თმის ფერი ხო არის რაღაცა კიდე განსაკუთრებული მოვლენა იმიტომ რომ ძალიან ტკივნილად განიცდიან ესეთ რადიკალურ ცვლილებებს. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს? ერთი მინდა დავამატო, რომ სცენაზე როცა ესეთი ფერი არის, ის ან კონკრეტულ ერთ სპექტაკლს სჭირდება, თუ არა და სულ მგონია, მეგონა ყოველ შემთხვევაში, რომ ეს თმა, როცა აი ესეთი ფერის არის ძალიან თვალშისაცემი, ძალიან ბევრ კოსტიუმს შეიძლება არ მოუხდეს. და თვითონ პერსონაჟს არ მოუხდეს. ნუ კი აქ არის ხო პარიკების და ყველანაირი მაგრამ 2 წელია მგონი ეს ფერი თმაგავს ხო? თამაშობ ძალიან ბევრ სპექტაკლს ამ ფერის თმის და მინდა გითხრა რომ არაფერი ესეთი საშიში არ ყოფილა როგორც მე მეგონა. ხო, თავიდან ანუ რო გადავწყვიტეთ ჩვენ რომ შემეღება თმა, ანუ ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, იყო კარმენს ვდგავდით და ვფიქრობდით რომ ნუ რა შეიძლება იყოს ახლა განსხვავებული ამ გმირისთვის, ანუ არ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი კარმენი, ტრადიციული შავი თმით და რაღაც და ვიფიქრეთ რომ ხო შევღებოთ თმა წითლად, თან ეს ხოვული თმა რო არის, ანუ არ ვიცი, უფრო ეფექტურია წითელი ფერი ესეთ თმაზე, მე მგონი და ну გადავწყვიტეთ რომ შეგვეღებოდა ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ მომიხდებოდა იმიტომ რომ წითელი თმის ფერი და მოკლედ გამიმართლა და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა პირველ დღეს როგორც გამოვედი სილამაზის სალონიდან ხო აი მაინც ხო აკვირდები რომ აი როგორ მოწონთ ხალხს და ვიღაცები რომ იყურებდნენ მეც უყურებდი ან მაინტერესებდა რეაქცია და აი ხალხი ჩერდებოდა და უცებ თან ახლა 2 წლის წინ ახლა კიდე უფრო მომრავლდა ხო და უფრო იღებავენ წითლად ლურჯად რაღაც და ეს ჩერდებოდა და მიყურებდა რომ ვერ ხვდებოდნენ პარიკია ნამდვილია რა ხდება ვინ არის ეს ადამიანია თუ არა და ეს ძალიან სახასიათი სხვანაირი აი ამ ხო ანუ მე მგონია რომ თან ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ ვიზუალურად სახის ნაკვთებით შეგეცვალო ესე მითხრეს ანუ იმიტომ რომ წითელი ფერი იმდენად ხასხასა პირველად რომ ხედავ ადამიანს ხვდები ანუ იზიდავს დაინახე რაღაც წითელი ფერი და მე აკვირდები ხო რა ანუ მარკეტინგული სვაც იყო ხო? ალბათ ჩვენ შემთხვევაში მარკეტინგული სვა არ ყოფილა ჩვენ შემთხვევაში იყო ხატვის გადაწყვეტა იყო ანანომოსიცის ანუ რამდენად მოუხდებოდა კოსტიუმს და ანუ ეს არის კოსტიუმის და დეკორაციის ნაწილი ეხლა კარმენი ვარ. თუმცა არა მხოლოდ კარმენი სპექტაკლშიც თამაშობ ზაფხულის ღამის სიზმარში, სადაც ძალიან უხდება. ო, არა, სხვათა შორის ისე იყო რეპერტუარი, ანუ ჭინკასაც ვთამაშობ მაკბეთში და ჭინკისთვისაც გამართლებული ეს წითელი თმა და ანუ გამიმართლა ამაშიც მე. და ჯერჯერობით გადაღებას არ აპირებ. არა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. და თან წლის საუკეთესო მსახიობი არის დურუთში. აიღო წლის საუკეთესო მსახიობი. ეს მარკეტინგული სვლა იყო. ხო რა თქმა უნდა. გაზეთი კლასიკური მარკეტინგული სვლა არის. აი მსახიობებს შორის თქვათ რომ გამოარჩიონ, ხო? ვინმე მსახელი და გვარი თუ არ გაიხსენა, იმას მაინც იტყვის, წითელი თმები რო აქვს. ეს უკვე გამორჩეულობა არის. თან კარმენი იყო გამორჩეულობა არის. არც ორ წითელი. ვარდისელია. შეგადადეს ჩემ ეზოთ, იმიტომ რომ აქ რაღაც ბევრი სხვა ნაზავია. ყველა დაბა სხვადასხვა ფერი. თულია თქმა, წითელი თმა მაქვს ვარდისფერი თუ რაღაცა მოყვითალო ვარდისფერი თუ რაღაცა მსგავსი. ნუკოთ აი მე რო ვახსენე ელენეს, რაღაც ასეთი უნდა ყოფილიყო. შენი ელენეზე. გიორგი, წარმოგიდგენია რომ შენს მოდელს პოდიუმზე გქონდეს ესეთი ფერის თმა? ესეთი ფერი კამერა წითელი ფერი ცოტა აგრესიული ფერია და ამძაფრებს შეგრძნებებს ადამიანებში. ანუ გიორგის სვაც მარკეტინგულია რომ ყველა მიცო გიორგის აქვს ყოველთვის ესეთი შავი კოლექცია და მისი შავი კაბა ან შავი პალტო არის შეუდარებელი ესეც რაღაცა ალბათ დამახსოვრებელია ერთის მაგრამ მე მიყვარს აქრომატულ გამოში მუშაობა არა მარტო შავს არამედ თეთრ ნაცრისფერს ვიყენებ და თვითონ შავი მოიცავს ყველაფერს
აბსორბენტია ასე თუ ისე სიღრმეა ძალიან დიდი მასში და სამყაროში ყველას გვახსოვს ეს შავი დაასრულა სასწაულმა აფრიკულმა ფერებმა რომელიც არ ვიცი ჩემთვის ეს ფერები საიდან სივრცეში თუ არსებობდა არც ვიცოდი და გიორგის აღმოჩენა მგონია თუმცა ამბობ რომ ყველა შავი ერთნაირი შავი არ არის რა თქმა უნდა მოდი გითხარი მაშინ შენი ხედვა ამ კუთხის შესაძლებელია ადამიანი რომელიც მოდის ჩვენებაზე ამას ვერ ამჩნევს ხო შეიძლება მისთვის ყველაფერი ერთნაირი შავი შავში შეიძლება იყოს მოიასამნისფრო ფერი მოლურჯო ფერი მოწითალო შავი იყოს რა თქმა უნდა ტონალურად განსხვავებული ნაცრისფერი თავისთავად უკვე აქრომატია და ეს თეთრიდან შავი შუალე ეს არის გარდამავალი თეთრიდან შავი აქრომატია გოეთეს ფერთა თეორიის მიხედვით თეთრი და შავი არის ფერი, მაგრამ კანდინსკის თეორიის მიხედვით ეს აქრომატია და ფერად არ არის მიჩნეული. ტონი. ქონესთან სწავლობდით. მე რაც აკადემიაში სწავლობდი, ბატონო გია იყო რექტორი და ჩვენ გვიწევდა მეგობრობა და საუბარი ძალიან ბევრ თემაზე. თუმცა ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა ფერწერაში და არაერთი. თან შავი არის ფერი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს სოფლიო მოდაში. ესეც ერთგვარი კომფორტია შენთვის თუ იცით რა არის შავი არის დროის გარეშე ყოველთვის ამაზე შემიძლია თამამთქვა და დროს უძლებს იმაზე მეტად ვიდრე სხვა ფერი იმიტომ რომ ფერი მაინც ემოციაა და განწყობა და ემოცია ადამიანებს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული აქვს და დროს ვერ უძლებს შავი რაც ყველაზე ძალიან მომწონს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიურს მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია და სხვადასხვა ერის და სხვადასხვა ხალხის რეალ სინამდვილეში შეიძლება ასოცირდებოდეს აი ამ ორ პოლარობასთან დადებითთან და უარყოფითთან და რადგან ამას უკვე მოიცავს ზოგზე დადებითი მოქმედებს პოზიტიურად, ზოგზე უარყოფითი. ხო, ვინც რაიმით უყურებს. შეიძლება ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, იმიტომ რომ არის ფსიქოლოგები გამოარჩევენ ფერის მიხედვით რა ასოციაციას იწვევს, ხო? და შესაბამისად შავი, რაც არ უნდა საშიში გასაგები იყოს, არის ერთ-ერთი სიკვდილის ფერი, ხო? გადაჭრილი გადაღებების მერე ყოველთვის მეორე დღეს მაქვს სრული რაიმე მოხერხებული შავი ჩავიცვა და ამას აქვს, ხო? ამიტომ არის, როგორც სიკვდილი არის, ასე ვთქვათ, მუდმივი ესეა ფერი, ამიტომ არის. გაიფანტა და ეს შავი უნდა გავაკეთოთ. კრავს შავი კონცენტრაცია. შავი სუფრების მედობარია. გამოიფრქვია, გარეთ ახლა შეხვდით. და ეს რომელი ახალი კოლექციიდან მოვიტანე, უბრალოდ სხვადასხვა ფაქტურა სპეციალურად შევარჩიე, რომ რამდენად განსხვავებულია სამივე შავი. და მე მინდა რომ ვაჩვენო შავშიც არის ის ფერწერულობა. ურთულესია შავში მიაღწიო აი ამ გრადაციებს და არ იყოს მოსაწყენი მაყურებლისთვის და ამიტომ ვცდილობ რომ გამოვიყენო ტყავი, შალი, ბამბა, სხვადასხვა ფაქტურები და სხვადასხვა ქსოვილები რომ ამან გარკვეულწილად ხო კი და ეს რიტმი კოლექციაში იყოს საინტერესო და არა მოსაწყენი. ძალიან რთულია შავ ფერზე მუშაობა ესე მგონი, იმიტომ რომ ძალიან ეტყობა ხარისხი, ნაკერს, არა? კიდე ძალიან ძნელია წარმოაჩინო შენი იდეა შავში, იმიტომ რომ შავი ისეთი აბსორბენტია იდეებს და ასე შემდეგ ყველაფერს კრიბავს, აი როგორც და იკარგება. შეიძლება დაგთრგუნოს შენ თვითონ, ხო? გააჩნია განწყობას ადამიანის, ზოგს გუნავს, ზოგს რესპექტაბელურად წარმოაჩენს და პირიქით. ყვითელი არასდროს არ მოგდობია. იცით რა არის წითელი? ინარჩუნებ ამ. წითელი არის აგრესიის და ყვითელი, აი მაგალითად ხო თვალი ყვითელზე ძალიან იღლება. მაგრამ გააჩნია კონტექსტში და როგორ ყვითელს იყენებ. აი მაგალითად სანამ სტუდიაში მოვიდოდი, ვეძებდი მწვანე ოთახზე, თვალი დასვენებული იყო ან მწვანე კედელს, რომ შემოვიდოდი განათებისთვის გამეძლო. ხო, ეს ყველაფერი ბუნებასთან გაიგივებული იასამნისფერი ბუნებაში, რადგან ცოტა ხო მაგრამ ის ცოტა რაოდენობა. არა, ის ადამიანები შიშობენ იასამნისფერის გამოყენებას. საოცარი ფერი. ამ დროს ფუფუნების და კოჩამოსის ყველაზე რთული შედგენილი ფერია.
კარგით, მოდით ცოტა გავფერადდეთ კიდევ უფრო მეტად და ვნახოთ რამდენიმე ადამიანის გარდერობი, ვისაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, სადაც ჭარბობს ბევრი ფერი. რატომ ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ? I like you. You're so special. თავის მართლებით დავიწყებ, დღეს მომიწია სხვა გადაღებიდან მოვდივარ, ეს თავს თუ გავიმართლებ. შავი მაცვია, მაგრამ მიყვარს აი შეხედეთ ჩემი სილამაზეები. ეს არის აი ძალიან პატარა ნაწილი იმ კაბების და იმ ფერადი აურის, ასე რომ ვთქვათ, რაც ჩემ გარდერობში ტრიალებს. ძალიან მიყვარს წითელი ფერი, მაგრამ ვთვლი, რომ წითელი კაბა ძალიან რთული მოსახდენია, იმიტომ რომ განსაკუთრებული მაკიაჟი უნდა, ასე ვთქვათ, ცოტა ჩამქრალი მაკიაჟი უნდა ქონდეს და დიდად რაღაც გახალისებული თმის ვარცხილობასაც არ მოითხოვს. ამიტომ მგონია რომ მაინც ასე თუ ისე ძალიან რთული მოსახდენია, მაგრამ ძალიან ბევრი წითელი კაბა მაქვს. ასე მიყვარს ჭრელი ფერები, თან ზაფხული მოდის ახლა, ასე ვთქვათ, რუჯზე, ყველა სამოსი და ყველაფერი განსაკუთრებით გვიხდება და რა ვიცი, მეგონა რომ ყვითელ ფერს ვერასოდეს ვერ მოვიხდები, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარდა, მაგრამ აი ეს კაბა შეიძლება ის გამოიყურებოდეს ჩვეულებრივი ყვითელი სადა კაბა, მაგრამ აი ჩაცმული არის საოცრება და ნუ დავარგვე ეს სტერეოტიპი, რომ მეგონა ყვითელს ვერ მოვიხდები, მაგრამ თურმე ძალიან კარგი ყოფილა ყვითელი კაბის ქონა. რატომღაც ამოვიჩემე, რომ ძალიან არ მომწონს იასამნის ფერი და ნახოთ აბა წელს ზაფხულში თუ გავაცოცხლებ ამ ფერს და ისე თუ დავარღვევ იმ წეს, რომ რაღაც ფერების ამოჩემება ვიცი ხოლმე, რომელიც აღარ მიყვარს და არ მომწონს. სასიამოვნოა რომ აღმითქვით, ასე ვთქვათ, ფერადოვნად. მე ესე დავყოფთ, იცით, ეტაპები მქონდა ცხოვრებაში. საერთოდ ვერ ვიტანდი ფერატანსაცმელს, მინდა გითხრათ. განსაკუთრებით აი თინეიჯერობის ასაკში სულ ერთი ფერის ტანსაცმელი მეცვა. შემდეგ ფერადი, აი ყვავილებიანი რაღაცა, უფრო აი ზოლებიანს ხმარობდი ხოლმე. მერეც უკვე როდესაც დავიწყე ჩემი კარიერა, გავთხოვდი, შვილი შემეძინა, მაინც რაღაც ერთ ტონალობაში ვიცვამდი და სხვა შორის ძალიან ხშირად შავ ფერს ხმარობდი. და ეხლა ბოლო რამდენიმე წელია ავფერადდი. არ ვიცი, იცით რამ გამოიწვია ეს. თითქოს ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ შენი შინაგანი მდგომარეობა გამოდის. ხა ვერ გეტყვით, რომ მე ახალგაზრდობაში რაღაც შინაგანად ჩამუქებული ვიყავი და ეს გამოდიოდა და ეხლა ძალიან ხალისიანი და ფერადი ვარ და ეს არ ვიცი, იცით, მართალი გითხრათ, ეს თავისთავად მოხდა. მიყვარს მწვანე, ფირუზისფერი, შაბიამნისფერი, თეთრი, ისევ და ისევ შავი, ძალიან ხშირად ვიცმე მაინც. რაღაცა ძალიან ბევრი ქალისგან გამიგია, რომ არ მიხდება ყვითელი ფერიო, ამბობენ ხშირად. მე ვთვლი, რომ მიხდება ყვითელი ფერი, ლივნისფერი. ძალიან მიყვარს წითელი, მომწონს ამ ბოლო დროს. სხვადასხვა ტონალური ტონები წითლის. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ბევრი რაღაც მაქვს, მხოლოდ ერთი პიჯაკი მაქვს წითელი. არ ვიცი რატომ. და შევიწინო. Today I don't feel like doing anything. I just wanna lay in my bed. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს განწყობისთვის, ზოგადად ამინდის მიხედვითაც, ისიც პირადად მეც ესე ვარ. ზოგადად მიმაჩნია, რომ აუცილებელია, რომ ფერადი იყოს ქალი ყოველთვის. ნუ უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, თუმცა აუცილებელია რამდენიმე შავი კაბა იყოს გარდერობში. პირადად მე ესე მიწევს რაღაცნაირად, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად ისეთი მშვიდი და სადა კაბებს ვატარებ შავს ხშირად. იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მცირე დრო მაქვს დილით მოსამზადებლად, თუ სადმე არ მივდივარ და რამე ესეთი ღონისძიება არ არის, მარტივად შავკაბას გადავეცმევ და ეს არის ყველაზე ადვილი გამოსავალი, რომ ასე მოვიტყუოთ, ასე ვთქვათ. მაგრამ თუ სადმე მივდივარ, წვეულებაზე გამორიცხულია შავი არა. პირიქით, ბევრი ფერის ვარიაცია ეს ჩემი სტიქია და ჩემ კოლექციებზეც ეს მე მგონი ნათლად ჩანს, რომ იყოს ბევრი ფერი და უფრო ნათელი ფერები. ყოველთვის ვცდილობ, რომ მოვაცილო ჩემი გარდერობიდან შავი ფერი, საყვარელი ფერი არის რძისფერი. ძალიან მიყვარს, ყველა კოლექციაში მაქვს და ჩემ გარდერობშიც ძალიან ბევრი მაქვს რძისფერი. ფერი არის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმის, რომ ჩვენ ვართ კარგ ხასიათზე. ანუ ფერადი ყოველთვის ჩემს ასოცირდება კარგ ხასიათთან, დადებით განწყობასთან და ამიტომ ბავშვებთან ძალიან მიყვარს ღია ფერები და ხშირად იმ დროსაც როცა არ ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, რაღაცა ლამაზ ნახატს რო შევხედავ კარგ ფერებში შესრულებულს, უკვე ჩემი განწყობა ამაღლდება აუცილებლად ამის შემდეგ. ყველაზე ძალიან მიყვარს წითელი და საერთოდ ბევრს ვკითხულობ ამასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც უყვარს წითელი, ეს ფერი მართლა დიდ ენერგიას აძლევს, მათ შორის მეც ძალიან მიყვარს ცისფერი ფერი და არ ვიზღუდავ თავს მათ შეხამებაში, იმიტომ რომ ვთვლი რომ თავარია რაღაცა გემოვნებით და კარგი განწყობით შევახამოთ ფერები და არ არსებობს თქვა კლასიკური მოდელები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივძიოთ, მით უმეტეს, როდესაც საუბარია თანამედროვე მოდის სამყაროზე. ვთქვათ რაღაც 1920-1930-იან წლებში გამოვიდა ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი ამასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მომეწონა, თუ როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა მისთვის საყვარელი სამოსი და ფერები, და რა ფერები არის აქტუალური ვთქვათ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ მოდა გახდა უფრო დემოკრატიული და ჩვენს თავს უფრო ვენდობით და ჩვენ გემოვნებას ვიდრე იმ დაწესებულ კანონებს, რომელსაც ადრე ვთქვათ მოდის კორიფეები ქმნიდნენ. კაფერადი ჩვენიერი იყო. დაუბრუნდით და შესაჯამებლად თუ შეიძლება აი თითო წინადადებით თუ შეგიძლიათ რაღაცა ისეთი თქვა. მაგრამ თუ გვაქვს დრო, ვიდრე შევაჯამებდეთ. ძალიან საინტერესოა ყველა მოგეთორი პროდიუსერი ყავს სხვადასხვა ის არის სხვადასხვა ფერში ხედავენ ამ გადაცემას ჩვენი პროდიუსერები. აი ვიცი 2000 წელს ქვეყნის იმიჯი, ქვეყნის დროშა, ხო რაღაცა განსაზღვრავს ქვეყნის განწყობას. ყველა ქვეყანა ატარებს ამას, აი მაგალითად ხაშაბზე იყო ლაპარაკი და რადგან ასახაბურებრივია, ყველას გვახსენდება თუ დროშებზე წავიდა ლაპარაკი, გერმანიის დროშა და ასევე ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროშა. ერთ შემთხვევაში სულ სხვა რამეს ატარებს, მეორე შემთხვევაში სულ სხვა რამეს ატარებდა. ფაქტობრივად არ მგონია რომ ძალიან ვაფასებთ იმ სისხლს და უბედურებას და ყველანაირ იმ ტანჯვას და ბრძოლას, რომელიც ჩვენ ამ დროშასთან ერთად გავიარეთ, მაგრამ ესთეტიკური და არა მარტო ესთეტიკური, ჰერალდიკური სიმბოლიკის და სემანტიკის თვალსაზრისით ის დროშა ვერ ამართლებდა რეალურად. სამაგოდ გერმანიაში როგორ ამართლებს შეხედეთ? იმიტომ იქ ჩანს რომ ეს არის სათავე ფერი, რომელსაც მერე გადმოიღრება წითელი და შემდგომ გასხივოსნებული სამყარო არის ოქროსფერი ანთებული ყვითელი. და ალექს გაახსენდა ბრაზილიის მაგალითი, რომელიც ასევე როგორც ბრენდს ისე გადმოსცემს, ხო, ქვეყანა. ბრაზილიის მიმართ რაც არის, ასე ვთქვათ, აღქმა, როგორც ბრენდის მიმართ, ხო, ქვეყანაც ბრენდია. აი ყველაფერი იმას გადმოსცემს ბრაზილიის დროშა ჩემი აზრით, დინამიკა. გონია, თუ ეს იმდენად მოდის ხასიათიდან ქვეყნის რომ ბრენდის ხასიათიდან არის გაკეთებული, ანუ ქვეყნის ხასიათიდან არის გაკეთებული. ყველა შეხედო იქ ცნობა, რაღაც ამერიკა თუ რაღაცა. ბრიტანეთის დროშა შეხედეთ რა ხდება. საოცარი სამეფო გაერთებული, ნუ გასაგებია. სხვათა შორის ძალიან საინტერესო სანახავი და განსახილველია აფრიკული ქვეყნების დროშები, სადაც ჭარბობს ფერები და ზოგიერთი ძალიან ლამაზია სხვათა შორის. აფრიკამ გიორგის ფერებზე არის მოქმედა. აი როგორ არის მოქმედა ჩემზე, რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა ფორმით მინდა რომ დავანახო ეს ფერი შავში. ესეც გარკვეულწილად ჩემი მიდგომაა, იმიტომ რომ ფერი ეს ზოგადად არის დამოუკიდებლად არ არსებობს, ხომ? შემოქმედის და ადამიანი, რომელიც ხელოვანია და ასე შემდეგ, უნდა შეძლოს ამ ფერის სხვა ფორმით გარდასახვა ფორმაში. ანკა, პირველი შეკითხვა სხვაში, რაც მიჩნდება ხოლმე შენს მიმართ, ამ თმას უხდება თუ არა ყველანაირი ტანსაცმელი? ანუ ხო არის რომ ტანსაცმელს ერთმანეთთან ახავდა, გიწევს რომ თმასთან შეახამო? კი, იმიტომ რომ იცი ამასაც თავისი ფერები აქვს ხდები და ოდნავ ვარდისფერი ან მოწითალო რომ მათ შეხოვე და უშოთ ზემოდან ან მაისური იკარგება ხდები რაღაცა ზედმეტი ხდება და ანუ ვცდილობ რომ ძალიან კონტრასტულად აი მაგალითად თუ ეს არის წითელი ან ვარდისფერი, მწვანე ან თეთრი ან თუნდაც შავი კონტრასტული იყოს ფერი და არ იყოს მსგავსი. და რამდენი ხანი გაქვს ვალდებულება ასე ვთქვათ რომ ატარო სანამ არის სპექტაკლი კარმენი და
ჯერჯერობით კიდევ არის, უნდა მქონდეს წითელი თმა და ისედაც არ მოწიხოს და ძალიან მომწონს. შეგვედა მოგწონს და გიხდება. და ვერც ხვდები როგორ შეიძლება რომ არ მინდა უკვე. ჩვენც არ გვახსოვ ხარ მანამდე როგორ იყო, მინდა გითხრა ესეთი ხარ როგორიც ხარ ძალიან ლამაზი. მადლობა ჩვენ სტუმრებს. მე ნამდვილად არ მეგონა რომ ფერებზე ესეთი საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა და ესეთი მრავალმხრივი და მრავალწვრილიანი ასე. დრო არ არის თორე რამდენზე საუბრებდნენ კიდე წარმომიდგენია. მოგეფერებოდით. მოგეფერებოდით. რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით და გავიხსენებთ გენიალურ დოდო აბაშიძეს.